მესამე კლასის მოსწავლეები წარმოგიდგენთ ელექტრონულ წიგნს ენა ჭარტალა ქეთევან ჭილაშვილი მელაკუდა სოროს მარჯვენა მხარეს ბნელსა და გრილ სოროში ცხოვრობდა ტურა თავისი შვილებით მარცხენა მხარეს კი ხის ფუღუროში თოვლივით თეთრი გრძელყუდაც იყო სიხვსა და ტურას კარგი მეზობლობა ჰქონდათ. ჯამები მათხოვე დედაშვილობას, ჩემმა შვილებმა ერთიც აღარ შემარჩინეს. ეტყოდა ხოლმე ტურა და ცეკვით მაშინა გამოურბენინებდა ჯამებს. ვარცლი მათხოვე. გასახებდა ახლა ციყვი და ტურა მაშინა მოუტანდა ვარცლს. ასეთ სიამტკბილობაში მიდიოდა მათი ცხოვრება. მელაკუდას კი ერიდებოდნენ. მას შემდეგ რაც ერთმანეთში ლაპარაკი მოუვიდათ. აი, როგორ იყო ეს ამბავი. მელაკუდა ძლიერ უსუფთავოდ ინახავდა სოროსა და ეზოყურეს. ტურამ და ციყვმა მეგობრულად სთხოვეს. მელაკუდა, ჩვენგან ჭკუის დარიგება არ გეკადრებათ, მაგრამ კარგი იქნება თუ სოროსა და ეზოყურეს დაასუფთავებთ. არც თქვენთვის არის კარგი უსუფთავობა და ჩვენც ვწუხდებით. თუ გიძნელდებათ და გეხმარებით. რაო? წერას ხომ არ აუტანიხართ? რატომ მეხიარ დამეცემა თავზე რომ თქვენისთანაც სინგლიანები მე სისუფთავეს მასწავლიან. ჩემი თავის პატივისცემა თორემ გიჩვენებდით ცეს კადნიერებისათვის. მელაკუდა სოროში შეძრა და კარი მივიდა. ძლიერ დამეგობრდნენ. მელაკუდა არ ვიყო თუ საშვილიშვილო და შევაძულო ერთმანეთი. იქადნებოდა მელაკუდა. მეორე დღეს ინათა თუ არა სოროდან გამოძრა. ტურა თავისი კუდით ეზოს ასუფთავებდა. დილა მშვიდობისა ტურა. არასიანად მიესალმა მელაკუდა. ტურას ეუცნაურა მელა სალამი, მაგრამ თვითონაც თავაზიანად მიესალმა. ძლიერ დაფუსფუსებ, ერთ წუთს არ ჩერდები, თავი არ გენანება. რა ვქნა მელაკუდა, ვჩქარო, ჩემი ეზო მალე დავასუფთავო, რომ ახლა ციყვის ეზოყურესაც მივხედო. თვითონ ცოტა უქეიფოდ არის, წევს. შენ ასეთი კეთილი ხარ, ყველას წამლად ედები და ნეტავი ვინ გაფასებს? რაზე ამბო მელაკუდა? კარგახანია მინდოდა მეთქვა, მაგრამ თავს ვიკავებდი. ენა ჭარტალა არც ვყოფილვარ და არც ვიქნები, მაგრამ ვეღარ ვითმენ, შენ სულ ციყვის პატივისცემაში ხარ. ის კი ზურგს უკან მიწას გითხრის. რას ამბო მელაკუდა? ეგ როგორ იფიქრე? მელაკუდამ ტურა ხეს ამოაფარა და წარსჩურჩულა. ნეტავ იცოდე, როგორ ძულხარ იმ შენს კარგ მეზობელს. ციყვზე მეუბნები? დიახ, ციყვზე. ამას წინათ ადრე ამდგარიყო, ტოტზე შემხტარიყო და ქოქოლას აყრიდა შენს სოროს. როდის იქნება? ამ სოროში ტურას თავისი შვილებიანად აღარ ვნახო. თავი მომაბეზრა, წამდაუწუნ ეს მომე და ის მომე, მე უშვილო ვარ, ყველაფერზე იოლად მივდივარ, მაგის მეზობლობა რაში მჭირდება? ტურა გაოცებული უსმენდა მელაკუდას, ისე დამაჟერებლად ლაპარაკობდა, მის ნათქვამში ეჭვი ვერ შეიტანა. კიდევ კარგი გამოფრთხილე მელაკუდა, იქნებ მართლაც მოვაბეზრე თავი. სინანულით უთხრა გულდაწყვეტილმა ტურამ. ხომ დავაჯერე? მაშ ვინ გეგონათ მელაკუდა? იცინოდა გულში მელია, სახეზე კი ისეთი მწუხარება ეხატებოდა, რომ ნეტავ რად ვაწყენინე ამ კეთილშობილ მეზობლებსაო. ძნელი ყოფილა ავისა და კარგის გარჩევა. ქვენ ტურამ და სოროში შეძურა. დილის საუზმე ტურას წვნიანი გაეკეთებინა. ჯამები სჭირდებოდა, მაგრამ ციხე ხომ ვეღარ მივიდოდა. ადგა და თავის დასთან გასწია, რომელიც კარგა მოშორებით ცხოვრობდა. მელაკუდა,
დასთანმივდი ვარ ჯამებისთვის, ჩემ შვილებზე თვალი გეჭიროს. კეთილი, ფიქრი ნუ გაქვს. უპასუხა მელიამ და მისი სოროს შორი ახლოს გაწვა. გაიგულა თუ არა ტურა, მელაც იყვის ფუღუროსთან მიიპარა და მიაკაკუნა. მოდი ტურა, ნუ ამაყენებ, ოფლიანი ვარ. ტურას მეტი დარდი არ აქვს, შენ მოგხედოს, დასთან გასწია ჯამებისთვის. რატომ ჩემგან არ წაიღო? ალბათ ეგონა მეჯინა და აღარ შემაწუხა. რა გულბრყვილო ხარ ციყვო, ნეტავი ყური დაგეგდო, ამ დილით როგორ მოთქვამ და ის შენი კარგი მეზობელი. ნეტავი როდის იქნება ის ბედნიერი დღე, რომ ეს მანჭია ციყვი თვალებში აღარ მომებლანდეს. ძლივს ვახერხებ შვილებისთვის კერძის გაკეთებას და ის კი მოურიდებლად ჯამში გვივარდებაო. ციყვს გაგურვებისგან ბალანი აებურძგნა. განა ჩემს ოჯახში, ნაკლებ პატივცემულია. ეგ როგორ თქვა? ბრიყვია, რა ესმის, როგორ უნდა დააგაფასოს? მე კი ერთგული მეზობელი მეგონა. ის თავისთვის და მე ჩემთვის. კარგი სიტყვაა ჩემ მამზემ. აქამდეც მინდოდა მეთქვა ყველაფერი, მაგრამ ხომ იცი, ენაჭარტალა არც ყოფილვარ და არც ვიქნები. გული მეტკინა ავადმყოფი რომ მიგატოვა, ხომ არაფერი გინდა, მითხარი, ნუ მოგერიდება. არა, კეთილო მელაკუდავ, არაფერი მინდა. საუზმეზე ხომ არ დამეწვევი? მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო, მეც რომ შევჭამ, იქნებ შენც მადიანად შეექცე. უთხრა მელაკუდამ და ვითომც აქ არაფერიაო, სუფრას მიუჯდა. მელაკუდა გემრიელად დანაყრდა და ტურაც გამოჩნდა გზაზე. მელაკუდა საჩქაროდ დაემშვიდობა ციყვს. შეჰპირდა, საღამოს გინახულებო და ტურას სოროსთან მიირთო. ეზოში გამოსული იმისი შვილები სოროში შეიყვანა და თვითონაც შორი ახლოს გაწვა. ეგეთ თქვენ, სადაც თქვენი დაიკვეხოთ, იქ ჩემიც არ დაგავიწყდეთ. იძახდა გუში მელაკუდა, თავისი გაიძველობით ოზომოდ კმაყოფილი. მოგაცდინე, მოესმა მელაკუდას ტურას მობოდიშება. მართალია, დილის საუზმესთან უნდა მივსულიყავით და მაგვიანდა რაღაც დამიტოვებენ, მაგრამ ეგ არაფერი. თუ კი იკადრებ, ძირეზე გვეწვიე. რომ არ მოვიდე, იტყვი უკადრესიაო. გაიგრიწვა მელაკუდა და ტურას სოროში შეჰყვა. გავიდა ერთი კვირა. ტურა და ციყვი ერთმანეთს პირს არიდებდნენ. ერთ საღამოს მოულოდნელად წყაროსთან შევხვდნენ. არ მეგონა ციყვო, ასეთი ორგული თუ იყავი. ჩემ შენ გითხარიო, გული მოგიკარიო, გაუგებარი არაფერი შეიძლება. თუ ჩემი მისვლა მოსაწყენდა, ვერ მითხარი, რატომ გამკიცხე საკვებად? რას ამბობ? არაფერი მესმის. დაკვირვების გათვალები დაჭყიდა ტურა. ციყვმა მელაკუდას ნათქვამი გადასცა. რაღაც სტურად დამარა მელაკუდასგან გაბრიყვებული მეზობელი. ერთმანეთს გადაეხურნენ. მელაკუდა დასაძინებლად ემზადებოდა. ამ დროს ციყვისა და ტურას სიცილკისკისი შემოესმა. ისევ ერთად არიან, ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო, თავი შევირწყვინე, აქ ახლა სიმართლესაც აღარავინ დამიჯერებს. ჯერ კარგად არც გეგაცინებულიყო. გუდანაბადი მოიკიდა, კომპალი მოიმარჯვა და სორო მიატოვა.